ყოველ პარასკევს 17 საათზე თქვენ გელით ქართული ისტორიული მეხსიერების იმ სიღრმეებში მოგზაურობა, ჯერაც რომ ფეხი არავის დაუდგამს. განხილული იქნება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, უხსოვარი დროიდან დღემდე რომ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენი ქვეყნის თავზე. ცენტრალური ადგილი დაეთმობა კულტურის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ჩვენ დღის სინათლეზე გამოვიტანთ ისეთ ფაქტებს, რომელიც დღემდე ბნელით იყო მოცული. ტარიელ დათიაშვილის საავტორო გადაცემა მესამე ივერია რადიო ძველი ქალაქის ეთერში. მოგესალმებით, ვაგრძელებთ მესამე ივერიას. დავით გურამიშვილი ქართლის ჭირში აღწერს დარბაზობას. ქართველები მსჯელობენ, წავიდეს თუ არა მეფე რუსთ ხელმწიფესთან შესახვედრად. ვახტანგ მე-6-ს ხელში უჭირავს წერილი, სადაც რუსეთის იმპერატორი მას მამას ეძახის და მოკავშირეობას თხოვს ყიზილბაშებთან და ოსმალებთან ბრძოლაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ომი იქნებოდა და ვახტანგს უნდა აერჩია ხარე. აქამდე ის დიპლომატიურად მიყვებოდა ტრადიციას, როგორც გურამიშვილი ამბობს, სამ დიდ ხელმწიფეს პირს აძლევს, სამ განიკეთებს ყმობასა, ყენის პასალარია, თავს ირჭვავს მის რაყმობასა, რუს ხელმწიფესთან მამაობს, ხვართქართან ჩემობს ძმობასაო. მოკლედ რომ თქვათ, ეს სარკასტული ნათქვამია, მაგრამ აქედან ჩანს, რომ ხელად ძალისხმევის დახარჯვა უხდებოდა ვახტანგს, რომ რაღაცნაირად ბალანსი და ქვეყანაში სიმშვიდე შეენარჩუნებინა. სერიოზული დიპლომატიური სამუშაოები ჰქონდა ჩატარებული, რადგან მის რეფორმებს მშვიდობა ჭირდებოდა. გრანდიოზული მიზნები ჰქონდა. სჯეროდა, რომ ივერიას გაათავისუფლებდა, გააერთიანებდა და ძველ დიდებას დაუბრუნებდა. დაიწყო კულტურული გარემოს გაჯანსაღებით, გამოაცოცხლა ეკონომიკა, გაჭრა სარწყავი არხები და გაზარდა მოსავლიანობა. მოაწესრიგა გზები და ხიდები ვაჭრობის გასავითარებლად. შეეცადა პოლიტიკური მმართველობის გადახალისებასაც. 1705 წელს მოიწვია საეკლესიო კრება, გამოსცა სამართლის წიგნი, დიდი სამუშაოები ჩაატარა, მშვიდობა ეხმარებოდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვახტანგი გაუბედავი იყო, ოღონდ მშვიდობა იყოს და რაც უნდა წაიღონო, ასე არ ფიქრობდა. მან შექმნა მცველთა ჯარი ცენტრალური ხელისუფლების გასამყარებლად და ძალიან ხისტად მოიქცა, როცა თბილისის ციხიდან გაყარა ირანული გარნიზონი, რითაც ბოლო მოუღო ტყვეებით ვაჭრობას. მოხდა რამდენიმე შეტაკებაც ყიზილბაშებთან, მაგრამ ვახტანგმა საბოლოოდ სიტუაცია ჩაფარცხა. ირანის შაჰი ფილოსოფიურად შეხვდა ამ არასასიამოვნო ფაქტს, რაშიც მნიშვნელოვანი როლი იმან ითამაშა, რომ ვახტანგის ბიძა, ქართლის მეფე გიორგი მე-11 ამ დროს ირანის ინტერესების დასაცავად წარმატებით იბრძოდა ავღანეთში. ვეწვის ხიდზე უწევდა გავლა ქართლის ჯინიშინს, ეგრეთ წოდებულ ქართულ პოლიტიკას ატარებდა, სიფხიზლეს არ კარგავდა, მაგრამ შლეგიბუნებაც ჰქონდა, უტეხი. შემდეგ ავღანეთში მუხანათურად მოკლეს გიორგი მე-11. სულ მალე ვახტანგის ძმა ქაიხოსროც ავღანელებთან ომში დაიღუპა და ყველაფერი თავდაყირად დადგა. ვახტანგი ირანში გაიწვიეს მეფედ დასამტკიცებლად, მაგრამ მან მაჰმადიანობის მიღებაზე უარი თქვა, რის გამოც დაატყვევეს. მის გეგმებს საფრთხე დაემუქრა, ყველანაირად ეცადა ქრისტიანობა შეენარჩუნებინა და ტახტიც, მაგრამ არაფერი გამოვიდა. გურჯისტანის ვაალი უზარმაზარი თანამდებობა იყო მაშინდელ ირანში, ის მთელი ირანის ჯარების მთავარსარდალი და ავღანეთის მბრძანებელი, სპასალარი უნდა გამختارიყო, რისთვისაც აუცილებელი იყო მაჰმადის ჯულის მიღება. საბოლოოდ 7 წლიანი ტყვეობის შემდგომ, როდესაც ყველა მცდელობა მარცხით დამთავრდა, არც დიპლომატიამ და არც ქრთამ არ გაჭრა, ევროპაში ვიზიტიც მარცხით დასრულდა, მან მიიღო მაჰმადიანობა, როგორც ვახუშტი ამბობს, მხოლოდ სიტყვით და არა საქმით და ქართლის ტახტს დაუბრუნდა. ამ 7 წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა, აირია მსოფლიოც და ქვეყანაც. ორ იმპერიას კავკასიაში რომ პირველებას ეცილებოდნენ ერთმანეთს, მესამე დაემატა რუსეთი, უპატრონო ქვეყანაშიც ყველას მეფობა მოუნდა. იმ დროს ასტრახანში დაბანაკებულმა რუსეთის მეფემ თუ ხელმწიფემ რომ ვახტანგს წერილი გამოუგზავნო და კასპიისპირეთში ლაშქრობაში მოკავშირედ მიიწვია, ის ახალი დაბრუნებული იყო ტყვეობიდან. დარბაზში ყველა ხედავს, რომ ახალი გეოპოლიტიკური რეალობაა შექმნილი. ქართველებმა შესაძლოა დიდი ისტორიული ამოცანები გადაჭრან, შესაძლოა ყველაფერი დაკარგონ. უცილებელია შექმნილი ვითარების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება. ამრიგად შეკრბენ ქართველთ ბატონყმანი ერთად თავი მაიყარეს. ვახტანგ მე-6-ს ხელთ უჭირავს რუსთ ხელმწიფის წერილი. პეტრე დიდი ითხოვს შეხვედრას, როგორც ვთქვით, ლაპარაკია მოკავშირეობაზე, სამხედრო ძალების გაერთიანებაზე კასპიის რეგიონში მუსულმანების წინააღმდეგ საბრძოლველად. მეფის მომხრეებს მწერალი უწოდებს გამკმარებლებს, წინწიგნებით აიყარესო, ასე ამბობს ცინიკურად.
სავარაუდოდ ეს ის ინტელექტუალები არიან, ვახტანგმა რო სამეცნიერო საზოგადოება დაარქვა. გურამიშვილის მონათხრობიდან ჩანს, რომ ისინი სარწმუნოებრივი აღმაფრენით უფრო არიან შეპყრობილები ვიდრე მეცნიერებით, მაგრამ ეს მათყუარა წარმოდგენა შეიძლება იყოს. მათი სახელიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ეს ის ხალხია, რომელთაც ყელში აქვთ ამოსული ირანი და მისი შახები. ისინი ნებისმიერ საბაბს იპოვნიან, რომ მოწყდნენ ამ დამყარებულ გარემოს. მოკლედ მეფეს და მის მომხრეებს უხარიათ ქრისტიანის ხელმწიფი სახელდებულნი შევიქნებითო. მეფეს ჯერა რომ მოახლოებულია უდიდესი ისტორიული გამარჯვება, მაგრამ ვინც ხედავდა ბოლოს საქმეს, იმათ არად განიხარესო, ამბობს გურამიშვილი. ანუ მეფის ოპტიმიზმს არიზიარებს ოპოზიცია. ვინ არიან ეს ოპოზიციონერები? საერთოდ ისტორიიდან ვიცით, რომ ვახტანგის ირანში ტყვეობისას ქართლში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. გაჩნდა დაჯგუფება, რომელიც ვახტანგის მიერ მაჰმადიანობაზე უარის თქმას აპროტესტებდა. ძლიერი დაჯგუფება იყო. სხვა ფეოდალებთან ერთად ვახტანგს განუდგნენ მისი ძმები, ქართლის გამგებელი სიმონი და კათალიკოსი დომენტი. უკმაყოფილო იყო ვახტანგის აქციელით შვილი ტახტის მემკვიდრე ბაქარიც კი. ცხეთის კათალიკოსი ღმერთის მოადგილე პირდაპირ ითხოვდა ვახტანგისაგან სწრაფად მიეღო მაჰმადიანობა და დაბრუნებულიყო ქართლში. აქ ჩვენ მხოლოდ სარწმუნოებაზე არ გვაქვს საუბარი. ამ შემთხვევაში მაჰმადიანობაზე უარის თქმა იმას ნიშნავდა, რომ ვახტანგი არ აღიარებდა ირანთან ჯერ კიდევ მე-17 საუკუნის 30-იან წლებში დადგენილ პოლიტიკურ კავშირს. შესაბამისად, ოპოზიცია ზუსტად ამ კავშირის გაწყვეტის წინააღმდეგია. ვახტანგი დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა და მალე ამის შანსიც გაუჩნდა. როდესაც ტყვეობიდან გაათავისუფლეს, მას დაავალეს ირანის პროვინციებში მოთარეშე დაღესტნელების სამაგალითო დასჯა. ამისათვის ის სამხრეთ აზერბაიჯანის პასალარადაც დაინიშნა. ვახტანგმა პირველ რიგში ორგანიზება გაუკეთა ქართულ სომხური ლაშქრის შეკრებას, შეუტია დაღესტნელებს და რამდენჯერმე დაამარცხა კიდეც. მაგრამ შემდეგ შევიდა განჯაში, რამაც დააბნია ირანის შაჰი და როგორც ამბობენ, გამოააშკარავა მისი ფარული ზრახვები. ცოტა შეაშინა კიდეც ქართლ-კახეთის გაერთიანებული ჯარის წარმატებებმა ირანის შაჰი. ქართლის მეფე ჭარბელაქნის დალაშქრისთვის და დაღესტნელების საბოლოო ალაგმისთვის ემზადებოდა, როდესაც ჯარების დაშლისა და თბილისში დაბრუნების ბრძანება მოუვიდა. პირველ ბრძანებას წაუყროვა, მაგრამ სულ მალე მეორე უფრო კატეგორიული ბრძანება მიიღო. მაშინ ვახტანგმა მოიხმო შაჰის დესპანი, ამოიღო ხმალი და დაიფიცა, რომ აღარასოდეს აასრულებდა შაჰის ბრძანებას და აღარასოდეს იბრძოლებდა ირანისათვის, რაც თავისთავად დაუმორჩილებლობას და პოლიტიკური კურსის შეცვლას ნიშნავდა. ქართველი ფეოდალები ცდილობენ შეაცვლევინონ მეფეს ეს გადაწყვეტილება. წინააღმდეგობრივი ჯგუფი ეს ოპოზიცია, როგორც ხდება ხოლმე, ყველას ერთი მოტივი და ინტერესი არ ამოძრავებს, მაგრამ აერთიანებთ რაღაც მთავარი. არც ერთს არ უნდა კურსის შეცვლა, არც ერთს არ უნდა ომი. მაგალითად არიან ისეთები, რომლებსაც მოწონთ ირანი, მათი აზრით ირანთან კავშირმა გაამართლა. დამყარდა ხანგრძლივი მშვიდობა, წელში გაიმართა ეკონომიკა, გაძლიერდნენ ქალაქები, განვითარდა კულტურა, გაჩნდა ივერიის გაერთიანების ამბიცია. ქართლის ფაქტიურად დამოუკიდებელია, ქართველები კომფორტულად გრძნობენ თავს დასუსტებული ირანის ფარგლებში. აკეთე რაც გინდა, აქვთ პრივილეგიები, აქვთ გავლენები ირანზე, აქვთ შემოსავლები, საქმიანი კავშირები და ასე შემდეგ. ვიღაცა შეიძლება გულზე არც ეხატებოდა ირანი, მაგრამ მოერგო სიტუაციას. წარმოიდგინეთ მე-15 და მე-16 საუკუნის ღარიბ ივერიაში ქართველი დიდებულისთვის დავშეკავებული ცხოვრების წესი იყო ნორმა, მაგრამ მოვიდა ირანი, თავადობამ კაი ცხოვრების გემო გაიგო და ახლა აღარ ეთმობოდა ის. საერთოდ ირანთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია შორს იყო საკმაოდ წასული. ღრმად ჰქონდა მას ფესვი გადგმული ქართულ ყუბა ცხოვრებაში და ეს უმეტესად ზუსტად დიდებულებს ეტყობოდათ. რა თქმა უნდა, ამაში დიდი როლი აქვს ათამაშები ქართულ კულტურულ მართლმადიდებლობას და ზოგადად ტრადიციულ ფილოსოფიასაც, რომელიც ყოველთვის მოცემულ გარემოში ადაპტირებაზე იყო ორიენტირებული. იმდენად ძლიერი იყო ირანთან ეს კავშირი, არათუ ვახტანგს ერეკლესაც კი პრობლემებს უქმნიდა ის. როგორც ვიცით, პატარა კახი სასტიკად დევნიდა ირანულ გავლენებს. მთელი პოლიტიკა ანტიირანულ პროპაგანდაზე ჰქონდა აწყობილი, მაგრამ ორიენტაცია ვერ მოშალა, მეხსიერება ვერ წაშალა. მაგალითად, იესე ბარათაშვილის მოთხრობიდან ვგებულობთ, რომ მისი შვილი ირანის ტახტისთვის ბრძოლებშია ჩართული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ამ პრობლემის სპეციფიკის გასაგებად. თვითონ ვითომ არაფერ შუაშია, მაგრამ აშკარად ირანული ორიენტაციისაა. ერეკლეს თავგადაკლული ფანია, უყვარს და უდიდეს პატივს ცევს ბატონს. ქართული სამეფო ძლიერებაც ახარებს, მაგრამ ქართლი მაინც მისთვის უფრო მშობლიურ ირანულ სამყაროში ეგულება. ეს ის იესე ბარათაშვილია, რომელმაც დაწერა შესანიშნავი მოთხრობა ცხოვრება ანდერძი, სადაც ისყვება ამბავს იმაზე, თუ როგორ გააგდო ის ერეკლემ დივნის სამსახურიდან ხმის მიტანის, ანუ აგენტობის ბრალდებით.
აქ რომ აღარავინ მიიკარა, საარსებო წყარო დაკარგა და დევნა დაუწეს, მიდის ირანში, ვითომ შვილის მოსაძებნად და საქართველოში ჩამოსაყვანად. ჯარისკაცის მამასავით მიდის, მაგრამ ჩემი აზრის სამუდამოდ ტოვებს საქართველოს. თუმცა რაღა სოფელში გაზრდილი ესე ბარათაშვილს მივადექით, თვითონ ალექსანდრე ამილახვარიცკი, რომელიც მონტესკიეს ციტირებდა, ირანის შაჰის მიმდევარი იყო. მოკლედ ბევრი იყო ირანის გულშემატკივარი საქართველოში, განსაკუთრებით ვახტანგის დროს. რა თქმა უნდა, მე-17 საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. თითქმის 70 წლის განმავლობაში ქართლში მაჰმადიანი მეფეები ისყნენ ტახტზე, ანუ პროირანული ხელისუფლება ყავდა. მაგრამ ქართველებმა იბრძოლეს, იმეცადინეს და მე-18 საუკუნის დასაწყისში ვახტანგ მე-6-ის სახით ქართლში უკვე ევროპული ორიენტაციის ქართველი მეფეზის ტახტზე. ეს რევოლუცია იყო. ირანი ბევრს ეცადა შეეჩერებინა ვახტანგი, მაგრამ არაფერი გამოუვიდა ტახტისკენ, გზა ვერ გადაუღობა, შეეძლო ის მოეკლა, მაგრამ ვერ გაბედა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ვახტანგის დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მთელ საქართველოში, მას მორჩილებდნენ იმერნი, კახნი, ასევე ის ანგარიშ გასაწევი პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა თვითონ ირანშიც და ბოლოს სარგებლობდა ევროპული დიპლომატიის ძლიერ მხარდაჭერით. მოკლედ მოხდა რევოლუცია, შეიცვალა ირანული მთავრობა ევროპულით, ასე რომ ვთქვათ, ვახტანგმა ჩამოაყალიბა თავისი სამეცნიერო საზოგადოება, ანუ შეიქმნა ახალი ორიენტაციის მხარდამჭერი ძლიერი პოლიტიკური დასაყრდენი და შეუდგა დამოუკიდებელი ქვეყნის შენებას. რა თქმა უნდა, ვახტანგმაც იცოდა მშვიდობის ფასი და თავდაპირველად საკუთარი მიზნების გახორციელებას, როგორც თქვით, ისე მშვიდობიანი გზით აპირებდა. ომი არც მას უნდოდა, მაგრამ ისიც გააცნობიერა დროთა განმავლობაში, რომ თავი რომ მოგეკლა ირანის ფარგლებში, განვითარების რაღაც დონის ზემოთ ვეღარ აიწევდი, ვერ განვითარდებოდი. რადიკალური ცვლილებები იყო საჭირო განვითარების და გაძლიერებისთვის. ოპოზიცია მოპოვებული შენარჩუნებასაც ცდილობდა, ის კი ვერის გაბრწყინებაზე ოცნებობდა. გასაგებია, შიმშილით არ კვდებოდნენ ქართველები, მაგრამ ირანის იმპერიაში ყოფნა მაინც ჭაობში ბუხბუხს ნიშნავდა. ეგაა, რომ ქართველებმა ამ ჭაობში ცურვა ისწავლეს. ვახტანგს კი დიდ მდინარეში მხრების გაშლა წყუროდა. ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში ასევე არიან ისეთებიც, რომელთაც ესმით მის და იზიარებენ კიდეც მის მისწრაფებებს. საინტერესო ხალხია და ხვეწილად ევროპულად ლაპარაკობენ. იქნებ რუსული გავლენის ზრდა არც უხარიათ, მაგრამ რუსების წინააღმდეგ არ არიან. პირიქით მათი გამოჩენის გამო, როგორც გურამიშვილი ამბობს, ირანი დაუტკბა საქართველოს. ხმა და უმდაბლდად მოულბად სიტყვის თქმა ამაყობისაო, ასე ამბობს. ზემოდან ვეღარ უყურებენ ყიზილბაშები ქართველებს. ეფერებიან, ცდილობენ არ აწყენინონ. ამ გარემოებას, რა თქმა უნდა, ჰქონდა დადებითი ეფექტი, საქართველოს პოლიტიკურად მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ საჭირო იყო ამ უპირატესობის რაციონალური გამოყენება, ამიტომ მეფეს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ეს ხალხი უბრალოდ თვლის, რომ ვახტანგის ოცნებები უცბად არ ახდებოდა, არც ჩვენ ვწუნობთ, კარგი არის თუ ეს საქმე მალმოხდებისო, ამბობენ. ისე ერთი ხელის მოსმით არ გადაწყდებოდა ეს საქმე, როგორც ვახტანგი ამბობდა. მასოგონა ნახავდა რუს ხელმწიფეს, წავიდოდნენ ისინი ერთად, ირანსაც დაამარცხებდნენ, ოსმალეთსაც და იცხოვრებდნენ ბედნიერად. მაგრამ ასე არ ხდება ცხოვრებაში. ქართლ სამ გზაზე კიდევ ბევრი ბრძოლის გადახდა მოუხდებოდა და ამ ბრძოლებში რუსები ყოველთვის მათ გვერდით არ იქნებოდნენ. მათ მარტო მოუწევდა თათასი მტრის მოგერიება. ამიტომ კურსის აღებისთანავე, ანუ საქმის დასაწყისშივე ირანთან და ოსმალეთთან ერთდროულად ომის წამოწყება არ იყო სტრატეგიული გადაწყვეტილება. რუსეთთან პირის შეკვრა ხომ თავისთავად ოსმალეთისთვის ომის გამოცხადებასაც ნიშნავდა. ასე ამბობენ, ვირემ რუსნი გვიშველიან, მანამ ჩვენი გარდახვდებისო. მოკლედ ასეა თუ ისე, განსხვავებული ხალხი ამ პოზიციაში, მათ აერთიანებთ შიში ცვლილებებისადმი. არაფერ კარგს ისინი მეფის ახალი პოლიტიკისაგან არ ელოდებიან, მაგრამ ვახტანგს არაფრის გაგონება არ სურს, ჩქარობს, მალე უნდა გაათავოს საქმე. გურამიშვილი ეჭვის თვალით უყურებს მის სიჯულტესა და სიჩქარეს, ასახელებს კიდეც ამეჭვის მიზეზს. საქმე იმაშია, რომ ვახტანგი რუსთა ხელმწიფის შემონათვალს რთულ სიტუაციაში იგებს. უხასიათოდაა, გურამიშვილი ამბობს, საღამო ჟამსა ხილვათად მეფე თვით იჯდა მარტოდა, ქვეყნის არევის მიზეზით გულს სევდა მას მიმატოდაო. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, მაგრამ ეს არ არის მეფის სევდიანობის მთავარი მიზეზი. საქმე იმაშია, რომ ცოტა ხნის წინათ ირანის კარზე გამოაშკარავებული იქნა მისი საიდუმლო კავშირი ვინმე ეთმანდოლესთან, მისთანაც ქართველ მეფეს საღალატოდ ჰქონდა პირი შეკრული. ყაენმა საქმე გამოიძია, გამოძებნა და შეიტყო ყოველივე სცნა მართალი. ეთმანდოლეს თვალები დაუწვეს და ახლა საკითხავი იყო, როდის გაუსწორდებოდნენ ქართველ მეფეს, ის დღე-დღეზე ელოდებოდა განაჩენს. მოკლედ, ვახტანგი ისეთ გამოუვან მდგომარეობაში იმყოფებოდა, რუს ხელმწიფის წერილი პირდაპირ მალამოდ მოეცხო გულზე. როგორც დიდი სიცხითა მაშვრალსა ამოსიონიავმა ისეთი შვება იგზნო. მას გადარჩენის იმედი გაუჩნდა.
გურამიშვილი ამბობს, რომ რუსთ ხელმწიფის წერილი მისთვის მოულოდნელობა იყო და რომ არა ამ ირანულ შეთქმულებასთან დაკავშირებული ამბები ქართლის მეფე ასე არ აჩქარდებოდა. როგორც თქვით, ვახტანგი თავდაპირველად მშვიდობიან გზებს ეძებდა თავისუფლებისთვის. თვითონ ირანში განხორციელებული ცვლილებების გზით ცდილობდა მიზნის განხორციელებას. ანუ ომს და დავითარებას ერჩივნა პოლიტიკური გზებით ებრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ისეთი შაჰი სურდა ირანში გზას რომ არ გადაუღობავდა გაერთიანებისა და განვითარების გზაზე მდგარ ივერიას. მაგრამ შეთქმულება ჩაიშალა და ვახტანგს სასიკვდილო საფრთხე დაემუქრა. რომელ ხრელში შეძვრეს აღარ იცის და ამ დროს მოდის რუსთ ხელმწიფის წერილი. იმ დღესვე გაიმართლა საიდუმლო სერობა და ფარული მოლაპარაკებები. შეიქმნა წვევა ჩუმჩუმად ვაზირთა თანაზრახისაო გურამიშვილი ამბობს. მეფე და მისი მომხრეები უცბად ისეთმა ეიფორია მოიცვა, რომ ეგონათ სწორად ტრიალი მრუდის საწუთროს ჩალხისაო. ვითარი რემსა მაშვრალსა წყაროსა წყალის წყუროდა, ეგრეთ მეფეცა რუსეთის ხელმწიფის ნახვა სუროდაო. მოულოდნელი რომ იყო რუსეთთან ეს კავშირი, იქედანაც ჩანს, რომ ყმები ეუნებიან მეფეს ორი ყულფი გაქვს ქისერზე და მესამეში თავს ნუ არ გაყოფ. ყენთან რომ სპასალარობდა ხომთქარს ეძმაკაცები კარგი, მაგრამ ახლა კიდევ რუსეთის ხელმწიფის მამობას ნუ გაიკისრებ. ამათმა რომ ერთმანეთში ომი ატეხონ, პირველ რიგში ჩვენ გადაგვივლიანო. რა სამთავ ცემა შეექმნასთ, ჩვენზე მათ შექმნა ნონარიო. მაგრამ ყმები ტყუილად იღლიან თავს, ვახტანგს უკვე გადაწყვეტილი აქვს რუსთ ხელმწიფესთან წასვლა. ანგარიში არ უწევს არავის, რის გამოც უპირისპირდება თვითონ ბაქარსაც კი საკუთარ მემკვიდრეს და უერთგულეს თანამოაზრეს, რომელთანაც ეს უმნიშვნელოვანი საკითხი არც განუხილავს. თავბრუ დახვეულია მოულოდნელი საჩუქრის მიღებით. მოწინააღმდეგეებს უჭყუებს ეძახის, რომლებიც ვერ ჭვრეტენ მისი პოლიტიკის მთელ სიდიადეს. და როდესაც ნათელი გახდა მეფე რუსთ ხელმწიფესთან წასვლას არ გადათქვამდა, ყმებმა მას ასეთი რამ შეკადრეს. რადგან არ იშლით წასვლასაც ჯობს რომ წაბრძანდეთ ჩაფრადა, ფარვით იარე გზაზე და არ მეფეთ მოსაკაზმითაო. ანუ ასე ერთბაშად აბარგებას და დროშების ფრიალით მთელი ქართული ლაშქრის რუსეთის მხარეზე გამოსვლას ჯობდა ცოტა მოკრძალებულად წასულიყო, ვითომ საომრად კი არა, უბრალოდ ამბის გასაგებად დასაზვერად მიდიოდა. მაგრამ მეფე შენიღბვაზეც უარს ამბობს და ეს აღარ არის უკვე მოვლენებზე მისი სპონტანური რეაქცია, ეს არის მიზანმიმართული, გაცნობიერებული აბსოლუტად მისი პოლიტიკის, გლობალური პოლიტიკის ნაწილი. მას რუსეთის ხელმწიფოზე შთაბეჭდილების მოხდენა აქვს გადაწყვეტილი. ის მიდიოდა როგორც ტოლი ტოლთან. ჩაფრად ქურდულად წასვლით თავის უმწეო ვასალურ მდგომარეობას გაუსვამდა ხაზს და რუსეთის ხელმწიფის წინაშე ხმამაღლა ვეღარ ილაპარაკებდა. ის კი სულაც არ ოცნებობდა საქართველოს ისევ ვასალურ სახელმწიფოდ დარჩენილიყო. ეს ამაყი და პოტემოყვარე მონარქი დამცირებული მთხოვნელის როლში რუსების წინაშე არ წარდგებოდა. ჩაფრულად შევქმნა ძუნძული, ვით არ ღავნახო ხელმწიფე, ანუ ცხოთემთა კუნძულიო. ასე ამბობს. და ამის შემდეგ მეფემ აღარა ბრძანა რა, ინება თვისი წადილი, გულში დაესკვნა საქნელად იგი პირველი ქადილი, გათავდა რჩევა გარდასწყდა, მან მოითხოვა სადილიო. ასე ამბობს გურამიშვილი გულის გამგმირავი ცინიზმით. სუფრაზეც კარგა ხანს იკამათეს, მაგრამ ამაოდ არაფერი შეცვლილა. ბევრას მეიტყოდნენ, მაგრამ ვის მოусმინებდა. მეფე იყო დაბრძანებდა, იქმოდა რასაც ინებდა, შემოიყარა ლაშქარი, თვალს ვერ ვინ გარდასდინებდა, წავიდა განჯის მიდამოს სისხლის ზღვართ და ადინებდა. რა ხდებოდა სინამდვილეში? სეფიანთა დინასტია დღეებს ითვლიდა. ოსმალეთი ირანის დაპყრობისთვის ემზადებოდა და ამ საქმეში მას ქართლის მეფის მხარდაჭერა ჭირდებოდა. ამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი ვახტანგი ირანის ჯარების სპასალარი იყო და მას ძლიერი ჯარის შეკრება შეეძლო ირანის დროშის ქვეშ, რასაც უფრთხოდნენ ოსმალები. მერე მეორე ის, როგორც ვთქვით, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ისპაჰანში, რაც ოსმალეთს შაჰის უკმაყოფილო დიდებულების გადაბირებაში და ტრიის ბანაკში განხეთქილების შეტანაში დაეხმარებოდა. და ბოლოს ქართლის მიმხრობით ოსმალეთი გზას გადაუღობავდა რუსეთს ამიერკავკასიაში. მაგრამ ვახტანგი თუ რუსეთზე გააკეთებდა არჩევანს, ამ უკანასკნელს ამიერკავკასიაში გაბატონების შანსი ეძლეოდა, რაც უდიდეს საფრთხეს შეიცავდა ოსმალეთისთვის. ამიტომ უღირდა მას ასეთ სერიოზულ დათმობაზე წასვლა ქართლის მეფესთან. იცოდნენ სტამბოლში ვახტანგ მეექვსე რომ დამოუკიდებელ და ერთიან ივერიას უმიზნებდა. რატომაც არა, საქართველო თუ გაერთიანდებოდა და გაძლიერდებოდა და ამბიციებს დაიკმაყოფილებდა, იოლად აღარ დათმობდა დამოუკიდებლობას და უპირობოდ არავის ჩაუგორდებოდა კალთაში. ერთიანი საქართველოს ტახტზე აყვანის სანაცვლოდ ოსმალები მოითხოვდნენ ვახტანგს კავშირი გაეწყვიტა რუსეთთან. რუსეთმაც იცოდა ოსმალური წერილის შესახებ, დარუბანც იყო მომდგარი და ავრცელებდა ხმებს ქრისტიანი სამეფოების გასათავისუფლებად მომდივარო.
ისიც მოკავშირეობას თავაზობდა ვახტანგს. ასე წერდა: მოდი მიგიჩნევ მამადო, იესო ქრისტეს მიენდევ მოგატყუებს მამადო, გიჯობს მე ზურგი მომყუდო, გულზე და გული მამადო. ანუ ერთმანეთის ზურგი დავიცვათ და ვიყოთ ბოლომდე ერთმანეთის ერთგულიო. მამადო ეშმაკს ნიშნავს უწმინდურს, რაშიც ოსმალო იგულისხმება, გატყუებს თათარი არენდო, ამას წერს პეტრე ვახტანგს. ერთი სიტყვით რუსები манипуლირებენ სარწმუნოებით, გზის გაჯრა ქრისტიანული სამყაროსკენ ხომ ქართველთა ისტორიული ოცნება იყო. ოსმალები კი манипуლირებენ პოლიტიკით, ივერიის გაერთიანების თემით, რაც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ქართველებისთვის და პირადად ვახტანგ მეექვსესთვის. ვახტანგის სიმპათია, რა თქმა უნდა, რუსების მხარესაა, მაგრამ ცდებოდა ამაში. სიამდვილეში რუსეთს არავითარი მოკავშირეობისა და ქრისტიანული ქვეყნების გათავისუფლების სურვილი არ ქონია, მაგრამ მხოლოდ ფუჭი იმედი დათესა ვახტანგში. რუსი ისტორიკოსი ბუტკოვი ყვება, როგორ დაევალა ასტრახანის გუბერნატორ ვოლინსკის გადაებირებინა ქართლის მეფე და სხვა ქრისტიანები რუსეთის მხარეზე პეტრე პირველის კეთილგანწყობაში მათი დარწმუნებით და სახელმწიფო მხარდაჭერის იმედით. სხვათა შორის ამისთვის პეტრეს მთელი სპექტაკლების დადგმა დაჭირდა, ისიც ამუშავებდა საიდუმლო სპარსეთის დაპყრობის გეგმას, მაგრამ ამას ჯერ არ აპირებდა, მაგრამ არ უნდოდა ოსმალეთს დაესწრო, ამიტომ ყველა ძალას ხმარობდა ოსმალეთი კავკასიისკენ გამოეტყუებინა. ვახტანგი დაარწმუნა, რომ დღე-დღეზე ირანში შეიჭრებოდა, ქართველი მეფე წამოსულიყო ქართულ სომხური ჯარით და ერთიანი ძალებით შეეტიათ. ვახტანგი დათანხმდა და დაიძრა განჯისკენ. რუსებმა ცალკე მთელი ფლოტი დაძრეს, ცალკე ხმელეთით წამოვიდნენ ჯარით. ვახტანგს უხაროდა, მაგრამ ჩაქრა ეგ სიხარული. 3 თვე უცადა ვახტანგმა პეტრეს განჯაში. რუსებმა ჯერ გზაში იჭირვეულეს, აჯანჯლეს დრო, მერე მთელი ფლოტი ავად გახდა, დიდხანს იდგნენ ერთ ადგილზე, ამასობაში საჭმელ სასმელიც გაუთავდათ და დაბრუნდნენ ასტრახანში. თეატრი აბა რა არის? გამართლდა ოპოზიციის ნათქვამი, რომ ამბობდა ივერიის გაბრწყინებაზე ოცნება კარგია, მაგრამ ისიც არ დავკარგოთ, რაც გვაქვსო. ასეც მოხდა გურამიშვილი ამბობს, ვერანახეს რუს ხელმწიფე, ვერაჩვენეს სამსახური, ენზედაც ავად დარჩნენ, მათ დაკარგეს ორგნივ პურიო. სინამდვილეში რუსეთს პრაგმატული მიზანი ამოძრავებდა, როგორმე ოსმალეთისგან ომის გარეშე მიეღო რუსეთის მიერ კასპიური რაიონების დაპყრობის აღიარება. მას იქ გამაგრება ჭირდებოდა. ამისთვის რუსეთი ცალკე ირანთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რის შესახებაც, როგორც სომეხი ისტორიკოსი ლეონი ამბობს, არც ვახტანგმა და არც მელიქემ არაფერი იცოდნენ. რუსეთი ირანს უმტკიცებდა ამიერკავკასიაში არ ვაპირებ არაფერს, არაფერი მესაქმება იქ, მხოლოდ დაღესტნელთა სამაგალითო დასჯა მინდაო. და ამ სამსახურისთვის მეგობრულად კასპიისპირეთში რამდენიმე მხარის დათმობას თხოვდა, რადგან დაღესტნელთა ალაგმოა ირანის ინტერესებში შედიოდა. ეს ყველაფერი 1724 წლის 12 ივლისის რუსეთ-თურქეთის შეთანხმებამ გამოააშკარავა ბატონებო. თურქეთმა უარი თქვა ირანის დაპყრობაზე, სამაგეროდ რუსეთმა ცნო აღმოსავლეთ საქართველოსა და ამიერკავკასიის ოსმალთა მიერ დაპყრობის ფაქტი, რისთვისაც იურიდიულად გააფორმა კიდეც მის მიერ კასპიისპირეთში დაპყრობილი ტერიტორიები. როდესაც ვახტანგის ზრახვები გამოაშკარავდა და ყარში აზრომის ფაშამ ქართლში შემოსაჭრელად ჯარების თავმოყრა დაიწყო, შეშინებულმა ვახტანგმა კატეგორიულად მოსთხოვა პეტრეს ჯარის დახმარება. ვიდრე რუსთ ხელმწიფის პასუხი მოვიდოდა, ირანის შაჰმა კახეთის მეფეს კონსტანტინეს დაუმტკიცა ქართლში მეფობა. შენ გამოხსენ განარჩიერაც, რომ მაგან გამოკონძაო, გურამიშვილის თქმით. კონსტანტინესთან დამარცხების შემდეგ ვახტანგ მეფე ცხინვალში გაიქცა, სადაც მას ისე მოუვიდა აზრომის ფაშას მოთხოვნა ეცნო სულთნის ძალაუფლება ქართლის ტახტის შენარჩუნების სანაცვლოდ, რასაც მხარი თავადობის დიდმა ნაცრმა დაუჭირა, მაგრამ პეტრე დიდის წარმომადგენლის ტოლსტოის მიერ მიცემული იმედით, რომ რუსეთის ჯარი აგერ დღე-დღეზე ჩამოვიდოდა საქართველოში, ამაზე უარის თქვა, თუმცა უკვე არა პირდაპირ. თითქოს დათანხმდა წინადადება, სავარაუდოდ თავადებს გაუწია ანგარიში, მაგრამ სამაგეროდ თავისი პირობები წამოაყენა. ალბათ ფიქრობდა, ვიდრე ფაშა მის წინადადებას კონსტანტინოპოლთან შეათანხმებდა, რუსის ჯარიც მოვაო. სავარაუდოდ ესეც ტოლსტოის რჩევა იყო. ამასობაში ოსმალეთთან გაცხარებულ ვაჭრობაში ჩაბმულმა პეტრემ ქართლის ფასი გაზარდა, ქართლის დაპყრობისთანავე ოსმალეთმა პეტრედიც კასპიისპირეთიდან ჯარების გაყვანა მოთხოვა, იმპერატორმა საომარი ბუკნაღარა შემოქმნა და მორჩა. რუსეთი და თურქეთი ზემოთმოყვანილ პირობებზე შეთანხმდნენ. სულ ეს იყო. ვახტანგი შერჭა ორ ურჩხულს ხელში. საბოლოოდ ირანელებმაც და ოსმალებმაც ერთად იყარეს ჯავრი ქართველებს. ვახტანგმა გადაყარა ფარხმალი და გაიქცა რუსეთში. ქვეყანაში კი ეს აპოკალიფსი დატრიალდა გურამიშვილმა რომ აღწერა. ასე დასრულდა მესამე ივერია. ჩვენ სამით დავასრულოთ თავისუფლებას სინდისის პატიმრებს მომავალ შეხვედრამდე. ყოველ პარასკევს 17 საათზე თქვენ გელით ქართული ისტორიული მეხსიერების იმ სიღრმეებში მოგზაურობა, ჯერაც რომ ფეხი არავის დაუდგამს.
განხილული იქნება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, უხსოვარი დროიდან დღემდე რომ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენი ქვეყნის თავზე. ცენტრალური ადგილი დაეთმობა კულტურის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ჩვენ დღის სინათლეზე გამოვიტანთ ისეთ ფაქტებს, რომელიც დღემდე ბნელით იყო მოცული. ტარიელ დათიაშვილის საავტორო გადაცემა მესამე ივერია რადიო ძველი ქალაქის ეთერში.